მოგესალმებით, ჩვენ ვართ კარტული და დღეს შემოგთავაზებთ საჯარო გაშლას ორ ვარიანტად. ჩვენი დიზაინით შექმნილი ხელნაკეთი გოთიკური სტილის ტაროს დასტით. ავჩეხოთ ისე, როგორც არ უნდა ვჩეხავდე, უბრალოდ მინდა დაგათვალიერებინოთ კარტი, რადგან ამ ეტაპზე არ ვაწარმოებთ პირად გაშლებს და ჩვენი საქმიანობის სფერო უნიკალური კარტების შექმნასა და მათ რეალიზებას მოიცავს. გავიგოთ, რომელ სფეროში გვაქვს ენერგეტიკული ბლოკი. პირველი ვარიანტისთვის და შემდგომ მათი გადაჭრის გზები ვნახოთ. აქ ჩანს, რომ ბლოკი გამოწვეულია უცაბედი რღვევებით, რაღაც თქვენთვის მნიშვნელოვანი არ გამოვიდა და თავზე ჩამოგემხოთ, რაც იწვევს ემოციურ დისბალანსს. საჭიროა მოусმინოთ საკუთარ თავს, არც სხვისი ინტერესები დააყენოთ თქვენ საზემაღლა და არც პირიქით. საკუთარ თავთან და სხვებთანაც იყავით კეთილსინდესიერნი. ვნახოთ მათი გადაჭრის გზები. დროა რეალურად შეაფასო შენი არჩევანი და გაუშვა ყველა და ყველაფერი ისეთი, რაც განვითარებაში ხელს გიშლის და არ ჩაება ისეთ კონფლიქტში, რომელიც უბრალოდ ენერგიას გართმევს. მეორე ვარიანტი და ვნახოთ სფერო, სადაც ენერგეტიკული ბლოკები გვაქვს. ბლოკი გამოწვეულია ზედმეტი სიფრთხილით და ბალანსის ძიებაში დაყოვნებით, გაჭიანურებით, რასაც არასასურველ შედეგებამდე მეჰყავხართ. საჭიროა გაბედულად იმოქმედოთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის და არ იყოთ მოლოდინის რეჟიმში გადართულნი. გადაჭრის გზებიც გავიგოთ. დროა რომ მიიღოთ ცვლილებები, ჩამოშორდეთ ძველ სიტუაციებს და ახალ ეტაპზე გადახვიდეთ. თუ დახმარება დაგჭირდებათ, ნუ შეგეშინდებათ თხოვნის და თავადაც თუ შეძლებთ სხვის დახმარებას, გააკეთეთ ეს ოღონდ ზომიერად. ზოგჯერ წინსულ ანიშნავს შეჩერებასაც, რომ მოვლენები უფრო სწორი